სადაზღვევო სექტორიც არც თუ ისე კარგ როლს თამაშობს, რომ სიელმე მიიჩნევა როგორც კოსმეტიკურ დეფექტად. ჩვენ რეალურად ხედავთ ტვინით. მე პირადად როგორ განვიცდი ამას, რომ ვიცი, რომ ანუ 2-3 წლის წინ ეს ბავშვი მთელი ცხოვრება 100%-იანი მხედველობით იცხოვრებდა. არაფერი არ ეკუთვნით ამ ბავშვებს, რაც რა თქმა უნდა, ამ ბავშვებს სჭირდებათ განსაკუთრებულად ყურადღება. რა იწერა კითხვის დროს თავბრუ ეხება, თავი ტკივე, იმიტომ რომ ხელს უშლის, ხო, ეს რაღაც ეს შერწყმის უნარი რო არა. პირდაპირ მნიშვნელობით ხო სწავლობ ენას, სწავლობ რაღაცას. დაასწავლო ტვინს ორი თვალით ერთად ხედვა. ზარმაცი არ არის ის თვალი, რომელიც თუნდაც სათვალეში ხედავს ნორმას. გამარჯობა, მე ლალიკო ვარ თბილისი მედიკიდან. დღევანდელი ჩვენი ვიდეო სერიის სტუმარია კლინიკა ოფთალმედის დამფუძნებელი ხელმძღვანელი და ოფთალმოლოგი ქალბატონი თამარ კვიტაშვილი. გამარჯობა, ქალბატონი თამარ. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა მობრძანებისთვის. მოკლედ ვიტყვი დღეს რაზე ვისაუბრებთ, მოკლედ ძირითადი თემები იქნება ზარმაცი თვალი და სიელმე, ანუ ერთმანეთთან კავშირი და ვთქვათ რა განსხვავებებია. ძირითადად ამაზე ვისაუბრებთ ამ პრობლემებზე ბავშვებში, რადგან ძალიან აქტუალური თემა არის. და თქვენ ბავშვთა ოფთალმოლოგი ხართ, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ძალიან საინტერესო და ინფორმატიული იქნება დღევანდელი ჩვენი საუბარი. დიახ, მეც ვფიქრობ, რომ ასე იქნება, მით უფრო რომ აი ბავშვთა ასაკში გავრცელებული ოფთალმოლოგიური პრობლემებიდან აი სამეული რაც არის ძირითადი, ეს არის რეფრაქციული დარღვევები, ანუ სათვალის მოთხოვნილება, ეს არის სიელმე და ზარმაცი თვალი, ანუ ამბლიოპია. აი სიელმე და ზარმაცი თვალი ხშირად ძალიან ახლო მჭიდრო ურთიერთკავშირია მათ შორის. მოკლედ შევეხები თითოეულ მათგანს, რაღაც მაქსიმალურად ალბათ ჯობია რომ ვეცადოთ რომ რაღაცა ზოგადი ინფორმაცია და უფრო პრაქტიკული საკითხებზე გავამახვილოთ ესე ვთქვათ ყურადღება. ზოგადად რა არის ახლა სიელმე ეს არის თვალის მამოძრავებელი აპარატის პათოლოგია, რომლის დროსაც ერთი ან მონაცვლეობით ორივე თვალი გადახრილია საფიქსაციო წერტილიდან, რომელიმე მიმართულებით, ხო? სიელმე შეიძლება იყოს პირველ რიგში ჭეშმარიტი ან ცრუ სიელმე, ეგრეთ წოდებული ფსევდოსტრაბიზმი და მინდა გითხრათ, რომ ეს უკანასკნელი არც თუ იშვიათია და სადღაც 2 წლის ასაკამდე სტატისტიკურად 50% მომართვიანობა არის სწორედ ფსევდოსტრაბიზმი და არა ჭეშმარიტი სიელმე. რითია ეს გამოწვეული? ბავშვის სახის ანატომიური თავისებურებებით, ანუ ჭრილის ასიმეტრია შეიძლება იყოს, ცხვირის ფუძე აქვთ განიერი, გარდა ამისა, ბავშვებში ძალიან ხშირია ეგრეთ წოდებული ეპიკანტუსი. ეს რას ნიშნავს? როდესაც ქუთუთოს კანი ნაწილობრივ თან ხშირად ასიმეტრიულად ფარავს თვალის მედიალურ, ანუ ცხვირის მხარე კუთხეს, ხო? და ესე დროს, ანუ განსაკუთრებით ფოტოებს როცა უღებენ მშობლები, ან ოდნავ გვერდით რო იმზირება ბავშვი, მშობელს ექმნება შთაბეჭდილება, რომ ბავშვს თვალი შეაქვს შიგნით. და როგორც გითხარით, მსოფლიო სტატისტიკა ასეთი, რომ 50% შემთხვევაში არის საქმე გვაქვს ფსევდოსტრაბიზმთან. თუმცა არა თუ მშობელს როცა აქ ამაზე ეჭვი, არამედ თვით ოფთალმოლოგთან, როდესაც მოდის დაუშვათ ესეთი ბავშვი, ატარებ ასაკის შესაბამის დაუშვათ კვლევას სიელმის დეტექციისთვის, ხო? ანუ სიელმის გამოსავლენა და ხედავ რომ სიელმე არ არის. ანუ ვინაიდან ამ ასაკის ბავშვი უბრალოდ არ იძლევა საშუალებას სრულყოფილი კვლევა, რას ვიძახი, რომ ანუ ფუნქციონალური ტესტებიც კი რო ჩაუტარო, რომელიც უკვე ბავშვის კომუნიკაციას საჭიროებს და ამ ასაკის ბავშვი ამის საშუალებას არ იძლევა, აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაინც სრულყოფილად ჩატარდეს კვლევა, ანუ გამოირიცხოს, ხომ არ არის დავუშვათ სათვალის მოთხოვნილება, ხომ არ არის რაიმე ანატომიური რომელიმე სტრუქტურაში მხედველობის ორგანოს რომელიმე სტრუქტურაში რაიმე პათოლოგიური ცვლილებები და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში უკვე დადასტურებულად ისმევა არა სიელმის, არამედ პირიქით ფსევდოსიელმის დიაგნოზი.
აქვე გკითხავთ ბარემ ცრუ სიელმესთან დაკავშირებით, ანუ 2 წლის ასაკამდე უმრავლეს თუ სწორად შემთხვევაში უფრო გავიგეთ, ჩვილებში ხშირია. და 2 წლის ხო, 2 ასაკამდე წლამდე. ბავშვებში. კი. რატო? იმიტომ რომ როგორც თქვი, ავხსენი ეს არის სულად ანატომიური თავისებურებიდან გამომდინარე. შემდგომში ეს ასე ვთქვათ, შედარებით უკვე იქცევა ეს ვიზუალური ეფექტი, რის ხარჯზე, როდესაც ხდება ცხვირის ძვლის ელემენტარულად ჩამოყალიბება. ზრდა, ხო? ზრდა, ხო. ეს კანიც შედარებით უფრო იჭიმება და შესაბამისად ეს ეფექტი იმდენად თვალშისაცემი აღარ არის და ანუ ეს დიაგნოზი არ არის. ეს არ არის სიელმე, დიაგნოზი, უბრალოდ ეს არ არის. ხო, არის მტკიცება იმისა, რომ სიელმე არ იყო, ხო? თუმცა აი კიდევ ერთხელ მინდა ამაზე გავამახვილო ყურადღება, რომ არა თუ ამ ეჭვის შემთხვევაში ექიმთან უნდა მივიდეს, არამედ თვით ექიმიც კი, როდესაც ნახულობს, რომ ამასთან გაქვს საქმე, არ არის ეს ნახევრად არ უნდა ჩატარდეს ეს კვლევა, ამის თქმა მინდა, რომ ანუ სრულყოფილად მაინც უნდა იქნეს ესეთი ბავშვი გამოკვლეული. რაც შეეხება ხა ჭეშმარიტ სიელმეს, ну მაინც ძირითადად ეხა ბავშვებზე მე პირადად, რადგანაც უფრო პედიატრულ კონტინგენტთან მიწევს მუშაობა, მაინც ამ კუთხით უფრო გავამახვილებ ყურადღებას. თვითონ გადახრის არსებობს ერთი 3 ძირითადი ფორმა სიელმის. ეს არის შეუღლებული სიელმე, ეს არის პარალიტიური სიელმე და ეს არის სენსორული სიელმე. ხა რას ნიშნავს ეს ყველაფერი? პირველი ყველაზე ხშირად გვხდება ბავშვთა ასაკში. ამ დროს, ესე იგი, მიუხედავად იმისა, რომ თვალი გადახრილია, თვალის მამოძრავებელი ექსტრაოკულარული კუნთები ფუნქციურად არის აბსოლუტურად სრულყოფილი. ანუ და შესაბამისად თვალის მოძრაობა ნებისმიერი მიმართულებით არის შეუზღუდავი. ანუ ვიზუალურად ეტყობა, მაგრამ როცა ამოძრავებინებ თვალს, ნებისმიერი მიმართულებით თვალი თავისუფლად მოძრაობს. ამას ქვია შეუღლებული სიელმე. რაც შეეხება პარალიტიულ სიელმეს, სახელწოდებიდანაც ჩანს, აქ უკვე ჩართულია ნერვკუნთოვანი ურთიერთკავშირი, ასე ვთქვათ, დარღვეული და შესაბამისად დაზიანებული ნერვის თუ კუნთის მოქმედების არეალში თვალის მოძრაობა არის შეზღუდული. ანუ დაუშვათ, როდესაც არის მაგალითად ყველაზე გავრცელებული არის გარეთა სწორი კუნთის პარეზი, ასეთ შემთხვევაში თვალი ვერ მოძრაობს საფეთქლის მხრივი მიმართულებით, ხო? ეს რაც შეეხება პარალიტიურ სიელმეს. რაც შეეხება სენსორული სიელმეს, ეს უფრო შეგვიძლია განვიხილოთ როგორც მეორადი სიელმე, ვინაიდან ის გამოწვეულია და ვითარდება იმ დროს, როდესაც ერთ-ერთ თვალში ან ძალიან დაბალი ან მხედველობა, ან საერთოდ არ არის მხედველობა და ასეთი უფუნქციოდ დარჩენილი თვალი შესაძლოა გადაიხაროს ნებისმიერი მიმართულებით, ხო? თავად მიმართულებას რაც შეეხება სიელმისა, შეიძლება იყოს ჰორიზონტალური, შეიძლება იყოს ვერტიკალური, ან ტორსიული, ან მათი ნებისმიერი კომბინაცია, ხო? ჰორიზონტალურის დროს ცხვირის მიმართულებით, ანუ ნაზალურად გადახრილი თვალის დროს შიგნითა სიელმესთან გვაქვს თვარი, პირის საფეთქლის მხრივ ტემპორალური მიმართულებით გადახრისას გვაქვს გარეთა სიელმესთან საქმე და ასევე ანალოგიურად ვერტიკალური სიელმის დროს. თვითონ დასაწყისის მიხედვით თუ კი ვიტყვით, ანუ დასაწყისის მიხედვით ესე იგი არსებობს თანდაყოლილი სიელმე, რომელიც ვითარდება პირველი 6 თვის განმავლობაში. ამ სიელმეს აქვე მინდა ვთქვა, რომ ხა ხშირია, ხო, ბავშვებში, ახალშობილებში, მით უფრო რაღაცა პერიოდული ხანმოკლე ეპიზოდები სიელმისა. აი განსხვავებით ამისგან, დავუშვით, რომელიც ფიზიოლოგიურად ითვლება, განსხვავებით ამისგან ეს თანდაყოლილი სიელმე არის მუდმივი ხასიათის, როგორც წესი, საკმაოდ დიდია გადახრის კუთხე და როგორც წესი, ანუ ეს თვით განკურნების, ასე ვთქვათ, ალბათობა ძალიან ნაკლებია. შეძენილ სიელმეს რაც შეეხება, უკვე შემდგომ ასაკში განვითარებული, რომლის ესეთი პიკური ასაკი მაინც მისი გამოვლენის არის 2-დან 3 წლამდე ასაკი. რატო? აქ უფრო მეტად არის ჩართული და გასაგებად როგორ თქვა, აკომოდაციური კომპონენტი. ახლა რას ნიშნავს მარტივად რო თქვა ეს? დაუშვათ, თუ კი ბავშვს აქვს ათვალის მოთხოვნილება, ხო? და უმრავლეს ბავშვებს ანუ ჰიპერმეტროპია, ანუ პლუსები აქვთ, ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობა. ამ ასაკამდე, ანუ ბავშვი რაღაც ესეთი კონკრეტულად რაღაცა საგნების დეტალებით დიდად არ ინტერესდება. ანუ არ არის ესეთი განვითარება, ანუ ეს ნეიროგანვითარებაზეა, ხო, ეს ყველაფერი მასში, ასე ვთქვათ. ამასაკის ბავშვი უწყებს უკვე ამ წვრილი დეტალების დაუშვათ დაფიქსირებას. და იმისათვის, რომ მიიღოს უფრო მკაფიო გამოსახულება, მუდმივ რეჟიმში უწევს აი ამ არსებული რეფრაქციული დარღვევის კომპენსირება მხედველობის კუნთს, აკომოდაციის კუნთი ქვია, ანუ ცილიარულ კუნთს.
რომლის აი ესეთი გადამეტებული, ასე თქვა, ზღვარს გადასული მუშაობა ასევე განაპირობებს შიგნით და სწორი კუთხის იმავდროულ და იმავე ძალით მუშაობას და ამიტომ თვალი დაუშვათ უფრო ხშირად შედის ხოლმე შიდა მიმართვა. აი შიგნითა სიელმეები ძირითადად ვლინდება, აი როდესაც სათვალის თვალი შიგნით რომ შეაქვს ამასთან და აი ამას აქში არის ძირითადად. და ძალიან ხშირად არის როგორ იცით, რომ აი ალბათ თქვენც გაგიგიათ, ჩვენთანაც როცა მოდიან ხო მშობლები ხშირად იძახიან, რომ აი ვირუსი ქონდა და იმან განავითარა დაუშვათ სიელმე დაეცა ბავშვი და იმან სინამდვილეში ესე არ არის. ნამდვილად ესე არ არის, თუ კი აქ პარალიტური კომპონენტი, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში იგივე ტრავმამდე შეიძლება პარალიტური, თუ კი შეუღლებულ სიელმეებზე კონკრეტულად ვისაუბრებთ, ეს ხდება ერთგვარი გამშვები მექანიზმი ირთვება. ანუ უყურეთ, არსებობს მანიფესტური, ანუ აშკარა სიელმე და არსებობს ლატენტური, ანუ ფარული სიელმე. ფარული სიელმის დროს მოტორული, ანუ ფუზიის ამაზე მე მოკლედ და მაქსიმალურად გასაგებენაზე ვისაუბრებ და არის წყალობით ხდება ამის კომპენსირება და ეს რჩება ლატენტურ ფორმაში, ხო? მაგრამ აი ესეთ სტრესულ სიტუაციაში ეს როგორც შეიძლება იყოს, როგორც ავადმყოფობა, როგორც ესევე ტრავმა, ასევე როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ემოცია ძლიერი, ხო? ხდება აი ამ სისტემის მორღვევა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ დათბუნვა ამ ყველაფერს და ეს ლატენტური უკვე გადადის აშკარა ფორმაში, ხო? აი ეს ასაკია, როდესაც ყველაზე ესე იგი, როგორ ვთქვათ, ხშირად ვითარდება სიელმე, ყველაზე განსაკუთრებით, რომელიც არის ბმაში, ასე ვთქვათ, და კავშირში სათვალის მოთხოვნილებასთან. ეხლა რაც შეეხება ფიზიოლოგიურ სიელმეს, აი ამაზე მინდა, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე ესე იგი ღრმად დამკვიდრებული ცუდი მითი, ასე ვთქვათ, რომ სიელმე თითქოს ნორმა არის 1 წლის ასაკამდე. არა თუ 1 წლის ასაკამდე, არამედ თუნდაც დღეების ბავშვთანაც კი მუდმივი ხასიათის სიელმე ერთმნიშვნელოვნად არის პათოლოგია. ეს არ არის ნორმა. ნორმა არის ესე იგი პერიოდული სიელმე დაახლოებით 4-5 თვის ასაკამდე. დაახლოებით ესეც პერიოდული ხასიათი. როდესაც მას აქვს მუდმივი ხასიათი, აუცილებლად მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდეს კვლევა, იმიტომ რომ აქ არა მარტო მხედველობაზე საბედნიეროდ იშვიათ შემთხვევაში, მაგრამ შეიძლება სიცოცხლისთვის საშიშ პათოლოგიასთან გქონდეს საქმე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს იცოდეთ. მეორე მითი რაც არის ასევე დამკვიდრებული, ეხლა დამეთანხმებით, რომ სიელმე განსხვავებით სხვა მდგომარეობებისგან არის ის გამონაკლისი, რომელიც თვალით ჩანს, ხო მართალია? ეხლა ამისი რაღაცა განსაკუთრებული სამედიცინო ცოდნა მის აღმოჩენას არ სჭირდება, ხო მართალია? ამის მიუხედავად რა თქმა უნდა მშობელი წუხს ამაზე, მაგრამ ჯერთი ურჩიეს დაუშვათ, რომ 1 წლამდე ნორმა, ამიტომ ელოდება 1 წელს. მერე კიდევ უარესი ხშირ შემთხვევაში და ფიქრობენ, რომ აუცილებელია ექიმთან ბავშვის ვერბალური კომუნიკაცია იმისათვის, რომ დაისვას დიაგნოზი, გამოიწეროს სათვალე დაუშვათ და მოხდეს მართვა, ხო, ამ პროცესის, რაც აბსოლუტურად რეალობას არ შეესაბამება. რატომ? იმიტომ რომ ნებისმიერი ასაკის ბავშვი და 5-6 თვიდან ჩვეულებრივ სათვალეს წერთ, არანაირი ვერბალური კომუნიკაცია ჩვენი ბავშვთან არ გვაქვს, იმიტომ რომ რეალურად ბავშვებში მაინც ამოსავალი წერტილი არის ობიექტური მონაცემები და არა ბავშვის პასუხი და სუბიექტური მონაცემები. თვით აი 3 და 4 წლის ბავშვიც კი, რომელიც დაუშვათ შენთან შემოდის კონტაქტში, პასუხობს, რას ხედავს, როგორ ხედავს და ასე შემდეგ, ბოლომდე მის სუბიექტურ, ასე ვთქვათ, მონაცემებს არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფაქტორია, ხე შეიძლება ნერვიულობდეს, სტრესია მისთვის, რა თქმა უნდა, შეიძლება ხასიათი არ არის, შეიძლება გაჯიუტდეს, უბრალოდ და არ პასუხობდეს, ამიტომაც მთავარი ამოსავალი წერტილი მაინც არის ობიექტი, ამიტომაც როდესაც კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეხლა რატო არის მნიშვნელოვანი ეს დროული დიაგნოსტიკა? აი დასაწყისშივე თქვენ ახსენეთ ეს ზარმაცი თვალი, ხო? ზარმაცი თვალი განსაკუთრებით ხშირად ვითარდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც სიელმეს აქვს ცალმხრივი ხასიათი. მოდით, უნდა გაგაწყვეტინოთ ასევე ბოდიშის მოხსნით, რომ ძალიან ბევრი კითხვა დამიგროვდა, მე ხლა იმ ნაწილის მხრიდან უნდა დავსვა კითხვები, რომლებსაც აინტერესებთ ბევრი რაღაც და არ არიან გარკვეული სამედიცინო სფეროში ისე. მოდი, თავიდან რომ მივყვეთ თქვენი საუბრეთ 3 ტიპის სიელმეზე.
მარტივად რომ ვთქვათ, ანუ სამივე ტიპის სიელმის შემთხვევაში ადამიანისთვის, რომელიც ვერ ერკვევა რაღაც ვთქვათ სიღრმისეულად, ეს შესამჩნევია თვალისთვის, ხო? რა ან თქმა უნდა. გარედან შიგნით შემოაქვს თვალი, ან შიგნიდან გარეთ ან ვერტიკალური მიმართულებით. კი. მინდა კითხოთ ასევე თუ არის განსხვავება, ვთქვათ, გარედან შიგნით შემოტანას და შიგნიდან გარეთ გატანას შორის, ანუ უფრო ვთქვათ, შედარებით მარტივად მოსაგვარებელი თუ ხდება ესე დაიდენტიფიცირება, მან როგორ არის, ეგ მაინტერესებს. და ასევე ეს რაც ჩამოთვალეთ თქვენ, ეს არის ყველა შეძენილი, ხო, ძირითადად? არსებობს დანდაყოლილიც, არსებობს შეძენილიც, ორივე ფორმა. ორივე ფორმა. კიდე ყველა ფორმა, დიახ, რა თქმა უნდა. ხო, აი მაგაზე რომ მითხრათ, რომ თქვათ, რითი განსხვავდება. კი, განსხვავებით როგორ გითხრათ, გააჩნია იქ ძალიან ბევრი სხვადასხვა ნიუანსია, რა თქმა უნდა, გასათვალისწებით თვითონ სიელმის კუთხე, მისი სიხშირე, რამდენად ხშირად არის, რამდენად მუდმივი ხასიათი აქვს თუ პერიოდული ხასიათი. გარეთა სიელმე უმრავლეს შემთხვევაში არის პერიოდული ხასიათის. ეს გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ ისევ და ისევ ამ ტერმინებთან მივდივარ, რომელიც არის მარტივად მინდა რომ რაღაცნაირად თავხსნა, ან ჩვენ ბუნებრივად გაგვაჩნია გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის კონვერგენტული რეზერვი, რას ნიშნავს ეს, რომ ანუ გარეთ რო არ წავიდეს თვალი მარტივად რო ვთქვათ, ამისი რეზერვი, ვიდრე პირიქით და ასევე ვერტიკალურად. აქედან გამომდინარე, უმრავლეს შემთხვევაში გარეთა სიელმეს აქვს პერიოდული ხასიათი და შესაბამისად გაცილებით უფრო ნაკლები დოზით მოქმედებს ბინოკულარულ მხედველობაზე, რომელზეც აუცილებლად გავამახვილებ ყურადღებას სიელმესთან მიმართებაში. განსხვავებით შიგნითა სიელმისგან, რომელსაც უფრო ხშირად აქვს მუდმივი ხასიათი და შესაბამისად პრაქტიკულად ყოველთვის განსაკუთრებით ადრეულ ასაკში დაწყებული, როდესაც არის ეს პრობლემა, აზიანებს ამ ბინოკულარულ ფუნქციას. აქედან გამომდინარეც არის, რომ აი დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე არის გამოცდილი ქირურგების კატეგორია, რომლებიც უწევენ რეკომენდაციას და თავადაც ახორციელებენ უკვე ამას თანდაყოლილ სიელმეების, შიგნითა სიელმეებს უწევენ რეკომენდაციას, რომ გაკეთდეს რაც შეიძლება ადრეულად და თვეების ასაკში ხდება უკვე შიგნითა სიელმის ოპერაცია და თვით ეს ქირურგებიც კი პერიოდული გარეთა სიელმის დროს არ ჩქარობენ 4 წლის ასაკამდე. რატომ? იმიტომ რომ ისევ და ისევ მივდივართ ფუნქციურ ცვლილებამდე, რომელიც არის ასოცირებული ამა თუ იმ ტიპის სიელმესთან, ხო? აი ამ ფუნქციურ ცვლილებებს სამწუხაროდ არის ესე და ამაში უნდა ვთქვა დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ ცოტა სადაზღვეო სექტორიც არც თუ ისე კარგ როლს თამაშობს, რომ სიელმე მიიჩნევა როგორც კოსმეტიკურ დეფექტად. სინამდვილეში ეს ესე არ არის. სიელმეს გარს, რა თქმა უნდა, გააჩნია ეს კოსმეტიკური კომპონენტი, მაგრამ სიელმის დროს, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში, ზიანდება მხედველობის ორი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, რამოდენიმე ესეთი მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს, ხო, მხედველობა. ეს არის ცენტრალური მხედველობის სიმახვილე და ეს არის ბინოკულარული მხედველობა. აი რა არის მოკლედ მაქსიმალურად გასაგებად ბინოკულარული მხედველობა. ჩვენ რეალურად ვხედავთ ტვინით. ანუ თვალი არის ერთგვარი გადამცემი მექანიზმი, ხო? ბინოკულარული მხედველობა უზრუნველყოფს რას, რომ ეს მხედველობის ორგანოს მოტორული და სენსორული, ანუ აღქმითი. ხო, სენსორული სისტემის ურთიერთქმედება უზრუნველყოფს იმას, რომ ორი თვალით ცალ-ცალკე დანახული გამოსახულება ერთმთლიან გამოსახულებად შერწყას. ამას ქვია ბინოკულარული მხედველობა და გარდა იმისა, რომ ამ ბინოკულარული მხედველობის დროს ბევრად უფრო ფართოა მხედველობის ველი, ხარისხი თვითონ მხედველობის არის უკეთესი, ის უზრუნველყოფს სივრცულ, ანუ სტერეოსკოპულ მხედველობას. ანუ ჩვენ სამყაროს სამგანზომილებიანი აღქმა სრულყოფილად, მხოლოდ ამ პირობებში შეგვიძლია. თუმცა ახლა აქვე ვიტყვი, რომ მონოკულარული ხედვისაც ეს არ ნიშნავს, რომ სიღრმის აღქმა ადამიანს არ აქვს. აქვს უბრალოდ მე ვიძახი სრულყოფილი სამგანზომილიანი ხედვა. ეხლა რაც შეეხება ხედველობის სიმახვილეს, ხო? აქაც მივდივართ აი ამბლიოპია, ანუ ზარმაც თვალამდე. როდესაც საფიქსაციო წერტილიდან მუდმივად გადახრილია ერთი თვალი, ეს ერთმნიშვნელოვნად იწვევს ზარმაცი თვალის განვითარებას, ანუ ამბლიოპიის განვითარებას, რომელიც არც თუ ისე იშვიათი პრობლემაა ბავშვებში, ხა ის სიელმის გარდა სხვა მიზეზებიც არსებობს მაგისთვის, მაგრამ რაც თავარია, ეს რას ნიშნავს ზოგადად ზარმაცი თვალი? რომ იყოს მარტივად გასაგები მაყურებლისთვის, ხო?
როდესაც ანატომიურად თვალი არის აბსოლუტურად ჯამრთელი, ანუ ყველა სტრუქტურა არის აბსოლუტურად ჯამრთელი, ბავშვი ვერ ხედავს, მაგრამ ვერანაირი ოპტიკური, ესე იგი, ვერანაირი ოპტიკური ანუ სათვალე ვერ იძლევა მხედველობის გაუმჯობესებას. აი ამას ქვია ზარმაცი თვალი. რაც ყველა შემთხვევაში ვითარდება ცალმხრივი სიელმის დროს და ზოგჯერ ვითარდება ორმხრივი ასიმეტრიული სიელმის დროს. რას ნიშნავს ორმხრივი ასიმეტრიული? როდესაც კი ხან ერთ თვალს აელმებს, ხან მეორეს, მაგრამ არჩევითად მაინც რომელიღაცა თვალი დგას სულ სწორ პოზიციაში. ეს რას განაპირობა? რატო ხდება ეს? ეს არ უნდა გაიგოს, მშობელი ხშირად მეკითხება ხოლმე, რომ აი ქონდა როდესმე და რატო ვერ შევამჩნიან, ნუ რაღაც ესეთ კითხვებს გისმეო ხოლმე, ხო, რა თქმა უნდა, წუხს მშობელი ამაზე. არა, ეს როგორ ხდება, იცით, უმრავლეს შემთხვევაში უბრალოდ თვითონ ეს განვითარების პროცესია, თვითონ მხედველობის დარღვეული, იმის გამო, რომ თვალი გადახრილია საფიქსაციო წერტილზე. რას ნიშნავს? ნებისმიერი ჯამრთელი ბავშვი სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ასე ვთქვათ, მაქსიმუმ იმისი მხედველობა ახალშობილისა არის 2-დან 5%-მდე. მხოლოდ და მხოლოდ. მე პირველი 6 თვის განმავლობაში განსაკუთრებით სწრაფი ტემპით მიდის ეს მხედველობის განვითარება და საბოლოოდ უკვე 100%-იან ნორმას აღწევს 3-დან 5 წლის პერიოდში. აი ეს არის უკვე თუ კი არ არის რაიმე ხელშემშლელი პირობები. ხელშემშლელი პირობები სხვადასხვა არსებობს, ვინაიდან ჩვენ ხარ დღეს სიელმეზე ვსაუბრობთ, კონკრეტულად მათ შორის არის სიელმე. და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ანუ ბავშვი მოდის 2-4% აქვს მხედველობა, როდესაც აი ამ დონეზე დაქვეითებული ერთ თვალში, დიახ, ერთ თვალში. და აი პატარა ბავშვთან მიმართებაში, ხო, აქაც აი მოდით მშობლებს კიდე რო უფრო პრაქტიკული რაღაც ვთქვათ, ხშირად წუხან ამაზე, რომ დაუშვათ 1 წლის საბავშვო წლინახევისა არ ვიცით კონკრეტულად რამდენს ხედავს. ნუ არსებობს სხვადასხვა ტესტები, რომელიც პრევერბალურ ასაკში ტარდება, მაგრამ ეს არ არის ისეთი სიზუსტის, რომელიც სტანდარტული ტესტებია, ხო? ამიტომ თუ კი ჩვენ ვხედავთ, რომ იქ ერთი თვალია კონკრეტულად დაინტერესებული და გადახრილი, კიდაც გარეთ იყოს, კიდაც შიგნით ოღონდ მუდმივი ხასიათი აქვს ამას ყველაფერს, ზუსტად ვიცით, რომ იქ მხედველობა არის ძალიან დაბალი. ამიტომაც ვიწყებთ აუცილებლად ახოვების გაკეთებას, იმიტომ რომ ზუსტად პროგნოზი არის ის, რომ სიელმეა თუ ზარმაცი თვალი, ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა. სიელმე, რომელიც არის ცალმხრივი, ერთმნიშვნელოვნად ზუსტად აი დამტკიცებულად იცი, რომ იქ ზარმაცი თვალიც არის. ერთდროულად. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ვერ თვალი არ შეიძლება რა თქმა უნდა, შეიძლება სიელმესთან ბმაში არ იყოს და სხვა რაღაც მიზეზით იყოს ზარმაცი თვალი გამოწვეული, შეიძლება ზარმაცი თვალი გამოწვეული იყოს მაგალითად მაღალი რეფრაქციული დარღვევით, ანუ სათვალი ჭირდება და არ უკეთია, შეიძლება დეპრივაციული ამბლიოპია ქვია ამას, როდესაც მაგალითად ან პტოზი, ან რაღაც თანდაყოლილი კატარაქტა, მაგალითად, როდესაც ფიზიკურად ვერ ახერხებს სინათლის სხივი ვერ ხვდება ბადურა გარსზე, შეიძლება ამისგან იყოს გამოწვეული, მაგრამ ვინაიდან დღეს სიელმესთან ბმაში ვიძახით, ანუ სიელმის დროს ეს არის უნიშნავთ ამახვევას, ხო? ეხლა ჩვენი მიზანი რა არის, რომ სიელმის გასწორება კი არა ამ ახოვის მიხედვით, არამედ იქ რომ მხედველობა წამოვიდეს, იმიტომ რომ ძალიან კრიტიკულად მნიშვნელოვანია რომ მოხდეს რაც შეიძლება ადრეულ ასაკში ამის გაკეთება, იმიტომ რომ 6 წლის ბავშვიც კი რომ მოდის 2 და 4%, იქ წარმოუდგენელია შენ რომ როდესმე 100% მხედველობა მიიღოთ და აი ვერც წარმოიდგენთ, აი მე პირადად როგორ განვიცდი ამას, რომ ვიცი რომ ანუ 2-3 წლის წინ ეს ბავშვი მთელი ცხოვრება 100%-იანი მხედველობით იცხოვრებდა, დაუშვათ, აი ელემენტარული ხვევის წყალობით და ამ დროს უკვე ნუ კი ვცდილობ მე პირადად მაინც ესეთი მაქვს მიდგომა რომ საერთოდ ესე არის მოწოდება რომ 9 წლის შემდეგ ზარმაცი თვალს არაფერი არ შველის მაგრამ აი ეხა მაგალითად მანამდე რაღაც ინტუიტიურად ვაკეთებდი ამას ყველაფერს საცდელს და ეხლა უკვე წამოვიდა ეს კვლევები რომ აი თუ კი მანამდე თუნდაც 9 წლამდე ბავშვი არ ჩატარებია არანაირი მკურნალობა ცადეთ გვეუბნებიან უკვე იმიტომ რომ დაფიქსირდა რომ რაღაც 40%-ში მაინც მეტნაკლები მატება შეინიშნება ასეთ დროს, ხო? მაგრამ შეიძლება მოემატოს, მაგრამ 100% უკვე წარმოუდგენელია, რომ 2 და 4%-დან 100%-ზე ახვიდეთ. ვარჯიშს მოყავს ეს პროცენტულობა თუ სათვალეს. დაუშვეთ, სათვალე თუ კი ჭირდება, იმის პარალელურ რეჟიმში აუცილებლად სათვალეც უნდა იქნეს, რა თქმა უნდა, გამოყენებული. ზოგჯერ არის სიტუაცია, რომ სათვალე არ სჭირდება. არის ესეთი სიტუაციებიც, მას შემთხვევაში მარტო ახოვით. და გირეკავს მშობელი შეშფოთებული, გავიდა დაუშვათ 2 თვე, 3 თვე, რომ ვაიმე იცით რა მოხდა, რომ
აი ადრე მარტო ერთ თვალს აელმებდა და ეხლა დაიწყო ხან ერთი თვალის ხან და ჩვენ ეს ძალიან გვიხარია ამ დროს ოფთალმოლოგებს, იმიტომ რომ ეს იმას ნიშნავს, რომ მხედველობა იმ თვალში გაუთანაბრდა ჯამთელი თვალის მხედველობას. აი ეს არის მაგის მანიშნებელი, ამიტომაც ამისი ნუ შეეშინდებათ მშობლებს პირიქით. ცალმხრივი სიელმე გაცილებით უფრო რთული პროგნოზის მატარებელია, ვიდრე როგორც გითხარით, მონაცვლეობითი, ანუ ალტერნირებული სიელმე. რა ვიცი, მოდი მე გკითხავთ ახლა თავას ზუსტად უბრალოდ სიელმე და ზარმაცი თვალი ისევ აი რაღაცნაირად იქნებ დავაიდენტიფიციროთ ისე რომ ცოტა მარტივი გასაგები იყოს რა ნიშნებით განსხვავდება და პროგნოზები ანუ ცალკე აღებულ სიელმეს გულისხმობდა ზარმაცი თვალი სიელმე ერთობლივად პროგნოზები როგორ არის ამ შემთხვევაში ანუ რომელი უფრო მარტივი ბადმოსაგვარებელია და ამ ვარჯიშის გარდა ვთქვათ გახდა 9 წლის 10 წლის ან სრულწლოვანია უკვე მერე თუ არსებობს რაიმე მოგვარების გზა თუნდაც ოპერაციული სიელმის შემთხვევაში აი ამ მხრივ რო წავიდეთ და ვისაუბროთ იცით როგორ არის ახლა მაგალითად სიელმის კოსმეტიკური მოგვარება ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი თუნდაც 80 წლის იყოს ადამიანი პრობლემა არ არის აქ რატომ მიდის ეს სიჩქარე რომ დროულად გაკეთდეს და დროულად იმიტომ რომ ზუსტადაც რომ ბავშვის და ზოგადად ჩვენი ტვინის ნეიროპლასტიურობის პერიოდი არის ძალიან შეზღუდული ანუ როგორ ნეიროპლასტიურობაზე კი მე მგონი ну არის მათ ფაზებად დაყოფილი 3 წლამდე სხვა არის 3-დან 6-მდე არის შეზღუდული სადაც 7-8 წლის ასაკის შემდეგ პრაქტიკულად არა ამიტომაც არის რომ მაგალითად ისევ სიელმეს რომ მიუბრუნდეთ მაგალითად მაგასაკამდე ადრეულ ასაკში დაწყებული სიელმე როგორც წესი თან არ ახლავს გაორება რატომ? იმიტომ რომ ტვინს არ მოსწონს ასე ვთქვათ ორი განსხვავებული გამოსახულების აღქმა და რატო ზარმაცდება თვალი აი ამასთან ბმაშიც არის ეხა და მაგიტო ვიძახი რატო ზარმაცდება იმიტომ რომ გადახრილი თვალის გაორების დროს რა ხდება იცით რომ ადამიანი აღიქვავს ორ იდენტურ ოღონდ განსხვავებული ხარისხის გამოსახულებას ერთი გამოსახულება რომელიც სწორად მდგომი თვალის მიერ არის ახმული არის მკვეთრი და მკაფიო ხოლო გადახრილი დევიაციური თვალიდან მიღებული გამოსახულება არის დაბალი ხარისხის ხო ტვინს აი ეს გაურება იმდენად აწუხებს და ვინაიდან ეს ნეიროპლასტიურობა არის ძალიან მაღალი ბავშვთა ასაკში რომ თრგუნავს მუდმივ რეჟიმში გადახრილი თვალიდან ამას ქვია სუპრესია მედიცინის ენაზე მუდმივ რეჟიმში გათიშულია ამ თვალიდან მიღებული ინფორმაცია რაც იწვევს უჯრედების ბინოკულარული უჯრედების ატროფიას თავის ტვინში და შესაბამისად აღარ ხდება მხედველობის განვითარების პროცესი. აი განსხვავებით სიელმისგან ზოგადად სიელმის დროს როგორც გითხარით კოსმეტიკური ეფექტის მიღება ნებისმიერ ასაკში შეგიძლია ფუნქციური აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ ადრეულ ასაკში ჩატარებული სანამ ეს ნეიროპლასტიურობა გააჩნია ტვინს რომ დაისწავს რა არის ეს ყველაფერი რომ უნდა ისწავლოს მარტივად რო თქვათ ტვინმა ორი თვალით ერთად ხედვა. იმიტომ რომ ის ტვინი მიჩვეულია რომ მუდმივად ერთი თვალი, ან ერთით ან მეორეთი მონაცვლეობით ორივე თვალით ერთად რომ ეს ბინოკულარული ფუნქცია როგორმე აღდგეს, ხო? რაც გაცილებით უფრო რთულად მისაღწევია შიგნითა სიელმების შემთხვევაში, შედარებით უფრო მარტივად მისაღწევია გარეთა სიელმების დროს, იმიტომ რომ მას გააჩნია პერიოდული ხასიათი და აქედან გამომდინარე, თუმცა იმ შიგნითა სიელმების დროსაც ადრეულ ასაკში, აი უკვე 2 წლამდე ასაკში ჩატარებული ოპერაციაც პრაქტიკულად ამის გარანტიას იძლევა. საერთოდ მინდა გითხრათ, რომ აი ჯერჯერობით მეცნიერები ვერ შეჯერდნენ, რომ რომელია პირველი, ანუ სიელმე იწვევს აი ამ სენსორული და ბინოკულარული უჯრედების დისფუნქციას თუ პირიქით ის დაიბადა ესეთი დისფუნქციით და იმან გამოიწვია სიელმე. ნუ არ არის ამას. ახლა მე პირადად მიმაჩნია, რომ სიელმე იწვევს, იმიტომ რომ მაგ შემთხვევაში ადრეული ჩატარებული მკურნალობა შედეგს არ მოგცემდა, თუ კი ფიზიკურად არ გააჩნია რა, ხო? აქედან გამომდინარე. ეხლა რაც შეეხება ზარმაცს პროგნოზის კუთხით რაც მკითხეთ იმაზე რომ გაგცეთ ხო პასუხი ზარმაც თვალს რაც შეეხება მან დრო არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი აი თუ კი სიელმე როგორც გითხარით კოსმეტიკურად მაინც ნებისმიერ ასაკში შეგიძლია გაასწორო ზარმაცი თვალის მკურნალობის დრო არის ძალიან შეზღუდული და დამოკიდებული არის ასევე ამ
ამბლიოპია ქვია ამას ამედიცინაზე, ამბლიოპიის ხარისხზეც, რა თქმა უნდა. ეხლა მსუბუქი ხარისხის ამბლიოპია იგივე 6-7 წლის ასაკშიც ძალიან მარტივი სამართავია, მაგრამ აი მაღალი ხარისხის ამბლიოპია, როცა გითხარით, რომ 10%-ზე დაბალია ბავშვს ხშირ შემთხვევაში მონოლატერალური, ანუ ცალმხრივი სიელმის დროს მხედველობა, ხო? თუნდაც 6 და 7 წლის ასაკიც უკვე ძალიან დაბალია იმისთვის, რომ დავუშვათ მაქსიმალური შედეგი მიიღო. ანუ მიიღო 100% მხედველობა. ამ დროს თვალი, როგორც წეღან უკვე აღნიშნე, არის ანატომიურად აბსოლუტურად ჯანმრთელი. რა მეთოდები არსებობს ამისა? მეთოდები ჯერჯერობით მაინც არის ოქროს სტანდარტი არის, რა თქმა უნდა, სათვალე, თუ კი ასეთი აუცილებლობა, თუ მისი აუცილებლობა ბავშვს აქვს და აქვს რეფრაქციული დარღვევა, ახვევა, რომლის ხანგრძლივობა და ინტენსივობა ინდივიდუალურად ისაზღვრება იმის დამიხედვით, თუ დავუშვათ რამდენია რა ასაკის არის ბავშვი, პირველ რიგში რამდენია დავუშვათ მხედველობა და ასე შემდეგ და შემდეგ აკვირდები რას? აი აუცილებლად აკვირდები როგორია დინამიკა, ხო? დავუშვათ თუ კი ხედავ რომ ადის ბავშვი 100%-იანი მხედველობა აქვს უკვე, მაგრამ ამასთან ერთად აქვს სიელმე კვლავ შენარჩუნები და ამიტომ ბინოკულარული ამოწმებ აი ამ ბინოკულარულ ფუნქციებს. ესეც უკვე კვლევებმა აჩვენა, რომ თუ კი ეს ბინოკულარული ფუნქცია დავუშვათ შერწყმის უნარი ბავშვს არ გააჩნია, თუნდაც 100%-ზე ასვლის შემდეგ არის რეგრესის ალბათობა, თუ კი შენ ერთბაშად შეწყვეტავ ახოებს. ამიტომ ძალიან ინდივიდუალურად უნდა მოხდეს თითოეულ ბავშვთან ამ ყველაფრის გადაწყვეტა, რომ სანამ ეს პრობლემა მოგვარდება, ამბლიოგენურ ასაკში, რას ნიშნავს? ეს არის დაახლოებით 8-9 წლამდე ასაკში, უნდა თუნდაც აი შესანარჩუნებლად, აი არა მეკითხებია ხოლმე შობირო, ხო ავიდა 100%-ს ხო ხედავს რაღაცო გვიტოვებთ რა, თუნდაც 1 საათი ვეუბნები რომ კონდეს ახვეული, რომ ვინაიდან თუ კი აქვს ყველა ეს ფუნქცია ზეღან მოუყევეს ბინოკულარად, ეს შემთხვევაში მაგისი ალბათობა პრაქტიკულად არ არსებობს, მაგრამ სხვა შემთხვევაში რადგანაც არსებობს, ჯობია თავი დავიზღვიოთ რეციდივისგან, არაფერი არ არის ხა დღეში 9 საათი და 1 საათი, რომ ივარჯიშოს ამ თვალამ. ბოლო პერიოდში სხვათა შორის გამოჩნდა რაღაცა უფრო აი ეს ტექნოლოგიურმა პროგრესმა მოიტანა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, რომ აი ნეიროინჟინრების და ასე შემდეგ ჩართულობით და ასე შემდეგ გამოჩნდა სხვადასხვა ესე კომპიუტერული პროგრამები, რომლებიც ინდივიდუალურად აი იქმნება კონკრეტული პაციენტის. თუ ამ მქონდა ერთ-ერთ მათგანთან კომუნიკაცია, რომელიც პრინციპს ჯერჯერობით ერთადერთია, რომელსაც მიღებული აქვს ამერიკის აი საკვების და წამლის სააგენტოს ავტორიზაცია და ნუ აი ისეთი დეტალურ დონეზე გთხოვენ, რომ აი ექიმი ყველანაირ დეტალს აბსოლუტურად პაციენტის შესახებ, ვინაიდან თავად როგორც ისინი ხსნიან, ეს პროგრამა არის უნიკალური და ინდივიდუალური პაციენტისთვის, რომელიც შემდეგ იტვირთება მის პერსონალურ კომპიუტერში და ეს არ ხდება კლინიკის პირობებში, ამას გამოყენება სახლში აკეთებს ამას ყველაფერს. სამწუხაროდ ჯერჯერობით რაღაცა ისეთი არის საქართველოშიც ხელმისაწვდომი სხვა ტიპის ოღონდ ესეთი კომპიუტერული პროგრამები და ესე შემდეგ, მაგრამ ეს კონკრეტული პროგრამა ჯერჯერობით რაღაცა ესეთი ტექნიკური დეტალების გამო ვერ ხმდა რომ რაღაცა მოითხოვენ უფრო დიდ ბაზას ასე ვთქვათ და ეს ალბათ დაინტერესება რომ იყოს პაციენტისთვის არ უღირთ ასე ვთქვათ ჯერჯერობით ამაზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საიმედო მაგას ვიძახი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით რომ ადრე უკვე მოზარდი არამედ უკვე მოზრდილს დასული ადამიანი რომ მოდიოდა და ნუ ხედავ ჯანმრთელია თვალი, აი აბსოლუტურად არაფერი პრობლემა არ აქვს და ვერ ხედავს ადამიანი და ნუ რო იცი რომ ვერაფერს ვერ აკეთებ, ცოტა დამთრგუნველია პაციენტისთვისაც და თვით ექიმისთვისაც, მაგრამ ეხლა რაღაცები ამ კუთხით რაღაც საიმედო გამოჩნდა, ეხლა პროგრესიც ისეთი ტემპით მიდის, რომ სავარაუდოდ ეს, მაგრამ დღესდღეობით ეხლა მომავლის იმედად რო არ ვიყოთ და რაღაცა ფან დღესდღეობით რა მოცემულობაც არის, მოცემულობა არის ეს, რომ განსაკუთრებით კიდევ ერთხელ ვიმეორებ ზარმაცი თვალის შემთხვევაში დროს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ნუ ეხლა იმ ზარმაც თვალსაც სხვადასხვა ფორმები აქვს. ყველაზე რთული არის დეპრივაციული. რას ნიშნავს დეპრივაციული? როდესაც რაიმე მიზეზით ბრკოლდება სინათლის სხივის მოხვედრა ბადურა გარსზე, ანუ თვალის ფსკერზე. ეს შეიძლება იყოს მექანიკურად ქუთუთოს დაშვებით, ანუ პტოზით გამოწვეული, შეიძლება იყოს თანდაყოლილი კატარაქტით გამოწვეული. ამ შემთხვევაში უკვე როგორ არის, იცით, პირველი 1 თვის განმავლობაში თუ კი არ მოხდა რეაგირება და არ განთავისუფლდა ეს ოპტიკური
სტრესორი არეები. მერე რაც გინდა გააკეთენ, ანუ აბსოლუტურად შედეგი არის, არანაირი შედეგი არ არის, ეს ბავშვები რჩებიან ახალშობილის 2%-იანი დაახლოებით მხედველობით. ამიტომ არის რომ სკრინინგს დღეს მოგეხსენებათ არა მარტო ოფთალმოლოგიაში, არამედ ნებისმიერ სხვა ნოზოლოგიაში, აი პრევენციულ მედიცინას რამხელა ყურადღება ექცევა მთელს მსოფლიოში, ხო? აი მაგასთან დაკავშირებითაც რომ გითხრათ სკრინინგ ახალშობილთა სკრინინგზე როგორი სიტუაცია გვაქვს თქვათ დღეს საქართველოში? წესით სმენის მეჯბარძაყის სკრინინგთან ერთად მხედველობის სკრინინგიც არის ყველა შემთხვევაში გასაკეთებელი ნეონატოლოგები ახალშობილებში დიახ. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ეს არის აი ზოგ შემთხვევაში დღეებს აქ და კვირებს მნიშვნელობა, ხო? საბედნიეროდ ეს ძალიან იშვიათი შემთხვევები, მაგრამ იმ კონკრეტული პაციენტისთვის ის 100%-ია დამეთანხმებით, ხო? ეხლა როგორ არის იცით რომ და როცა დავინტერესდი მაგ საკითხით მაინტერესებდა აი როგორ ხდებოდა ამ ყველაფრის პრევენცია, იმიტომ რომ საერთოდ სტატისტიკა ესეთია რომ აი ესეთი მაღალი ხარისხის ამბლიოპიები ზარმაცი თვალი ხო ძირითადად არის მაინც შედარებით სუსტი განვითარების ქვეყნებში და გაცილებით ნაკლებია თუმცა არის იქაც ეს განვითარებულ დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში და ამიტომ დავინტერესდი რომ ნუ აი რა იმიტომ რომ კურნალობა თითქმის ერთნაირია ხო ყველგან ეხა დღეს მით უმეტეს ინტერნეტის ერაში. და სწორედ ამ პრევენციით. ანუ პრევენციით აი იხსნება კონკრეტულად ამერიკი ბატონო, კონკრეტულად ამერიკის შეერთებულ შტატებზე რო ვილაპარაკოთ, ხო? აღმოჩნდა რომ ქონდათ უამრავი სახელმწიფო პროგრამა, უფასო პროგრამა სკრინინგის ახალშობილთა, რომელსაც ახორციელებდნენ ოფთალმოლოგები. სადაც მშობელს ერთადერთი რაც ევალებოდა, რომ უბრალოდ კონკრეტულ ლოკაციაზე, კონკრეტულ კლინიკაში ბავშვი უნდა მიიყვანოს, სადაც აბსოლუტურად უფასოდ გამოიკვლევდნენ. რო ვთქვათ, საერთოდ ბავშვი რა ინტენსივობით ეკუთვნის, ხო? ეს პროფილაქტიკური კვლევა, ეს არის დაბადებისთანავე ნეონატოლოგის მიერ, შემდეგ 1 თვის ასაკში, 6 თვის ასაკში, 1 წლის ასაკში, 3 წლის ასაკში, 3-დან 4 წლის ასაკში, 6 წლის ასაკში, ეს ვიძახი ჯანმრთელ ბავშვებზე აქვს, როცა არანაირი პრობლემა არ ჩანს ვიზუალურადაც და ეს შემდეგ. და შემდეგ სკოლის პერიოდში მდგომარეობიდან გამომდინარე ყოველწლიურად თუ არა 2 წელიწადში ერთხელ მაინც. ეხლა უნდა ვიყოთ რეალისტები და რაღაცა ფანტასტიკის სფეროა, რომ ამ ინტენსივობით ოფთალმოლოგთან ატანოს ადამიანმა ბავშვი, ხო? ნუ აი ეს აბსოლუტურად მართლა ის არის. და ცოტა რეალისტურად მიუდგნენ იქაც ამ საკითხს და გამომდინარე იქიდან რომ ნახეს რომ ამ სკრინინგის პროგრამით რომ გავიდა წლები ისარგება მხოლოდ 20%-მა მოსახლეობისა, გადაწყდა რომ გამომდინარე იქიდან რომ ახალშობილს არ ჭირდება რაღაცა რთული კვლევები, თუ კი ის არ არის დაიშა თუ არა აქვს რაიმე ნევროლოგიური დარღვევები ან მეტაბოლური დარღვევები, მაგალითად დაუნის სინდრომის დროს, ასევე ქრომოსომული დარღვევების დროს, გენეტიკური დარღვევების დროს მეტად მიდრეკილი, ან ოჯახური ანამნეზი თუ კი არ არის დამძიმებული დაუშვათ იგივე რეტინობლასტომით ან სხვა რაიმე პათოლოგიით. ამას ჭირდება მარტივი, ზუსტად 2 წუთიანი კვლევა, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ ალბათ სამედიცინო განათლებაც კი არ ჭირდება იმდენად მარტივად გასაკეთებელი. ამას გვაქვს ეგრეთ წოდებული წითელი რეფლექსის ტესტი. მარტივად გასაგები რო იყოს ხა ადამიანებისთვის, ფოტოებში გვინახავს ალბათ წითლად რო ანათებს გუგის მიდამოში, ხო? ფოტოს გადაიღებ და წითლად ანათებს. ზუსტად აი ამ პრინციპზე ეს ტესტი ასე ვთქვათ, დამყარებული და ექიმი აფასებს, პედიატრი ასე ვთქვათ, აფასებს აი ამ სინათლის ინტენსივობას, ამ რეფლექსის უпростоრედ ფერს, ხარისხს, ასიმეტრია თუ კი არის, განსხვავებული ფერია თუ მოთეთრო ფერია და ასე შემდეგ, უბრალოდ არა რა თქმა უნდა, არც იმ ქვეყნებში არ ევალება არც ოჯახის ექიმს და არც იმას, რომ დიაგნოზი დასვას, უბრალოდ ესეთი ბავშვი გადამისამართდება დროულად ბავშვ და ოფთალმოლოგთან და იგი ხდება უკვე შესაბამისი მკურნალობის მიღება, იმიტომ რომ როგორც ანუ პედიატრებს აქვს შესაძლებელი ესე ხო, აი როგორც როცა ჩავარდა მოკლედ ეს პროგრამები, მე მივიდნენ მაგ დასკვნამდე და რაც თვითონაც შეეხება კონკრეტულად ოფთალმოლოგის მიერ კვლევას, უკვე ეს 3-დან 4 წლის ასაკში და 6 წლის ასაკში ატარებენ და მე ყოველწლიურად როგორც გითხარით სკოლის ასაკში. აქ ვითვალისწინებთ რა თქმა უნდა იმ სოციალურ მდგომარეობას, რაღაც ხარჯებთან არის ყველაფერი დაწესებული.
რა თქმა უნდა, მე პირადად კი ვეუბნები, რომ ყოველწლიურად გეკუთვნის, მაგრამ თუ ვხედავ, რომ ეხა იმისი შანსი, რომ აი 2 წელიწადში ხო ვხედავ რა მდგომარეობაა, რომ რაღაცა დაუშვათ იგივე შეძენილი მინუსი განვითარდეს და არის პრაქტიკულად ნულის ტოლი, ნუ ინფორმაციას ვაწვდი, მაგრამ იმას მორიდებით ვეუბნები, რომ 2 წელიწადში ერთხელ მაინც. ნუ სამწუხაროდ ესე არის. ანუ აი აქაც იცით რა არის პრაქტიკულად არც ერთ სადაზღვევო პაკეტში არ დევს ოფთალმოლოგიის კვლევა. კერძო სადაზღვევო კომპანიებზე მაქვს მე საუბარი. კონსულტაცია ხო? არ დევს. ანუ იშვიათი გამონაკლისების გარდა. ეს არ არის ფიზიკური დაზიანება ემერჯენსი სიტუაციაა, მაშინ გადაუდებელი და მწვავე სიტუაცია და არა თუ პროფილაქტიკური არ დევს, არამედ ბავშვებს, რომლებსაც ეხა ბავშვთა პათოლოგიების, ოფთალმოლოგიური პათოლოგიების უმრავლესობა არის თანდაყოლილი, ხო? და მე თანხმებით ეხა რეფრაქციის დარღვევა, რაც გავრცელებულია, ესეც თანდაყოლილია. სიელმე, რომელიც თანდაყოლილი შეიძლება არ იყოს და შეძენილი იყოს, მაინც თანდაყოლილში ატარებენ. ასტიგმატიზმი მაგალითად თანდაყოლილია, პლუსი ჰიპერმეტროპია, ანუ პლუსი ეგრეთ წოდებული, ეხა მარტივად და ცოტა პოპულარულ ენაზე რო ვისაუბროთ, თანდაყოლილია. ანუ გამოდის, რომ ანუ არაფერი არ ეკუთვნით ამ ბავშვებს, რაც რა თქმა უნდა, ამ ბავშვებს სჭირდებათ განსაკუთრებულად ყურადღება, ხო, ეხა მათ მაინც წელიწადში ერთხელ, როგორც მინიმუმ, ზოგ წელიწადში ორჯერაც კი სჭირდებათ მონიტორინგი და მგონია, რომ ეს რაღაცა ცოტა სისტემურად იქნება. ალბათ მოხდება ესეც, იმიტომ რომ ბევრი რაღაცეები მაგალითად საკმაოდ ისეთ კარგად განვითარდა. მაგალითად, რაც ძალიან მახარებს მე პირადად, რომ ადრე იყო, რომ აი სკოლაში წასვლამდე მოგეხსენებთ ახლა ფორმას ყველას თხოვდნენ, ხო? წლების წინ ეს ფორმასი გაიცემოდა ესე ოფთალმოლოგიური კვლევის გარეშე. დღესდღეობით საკმაოდ აქტიურად და რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ თუნდაც მაგ ასაკში, მაგ 5-6 წლის ასაკში მაინც დაისვას, დაუშვათ მოხდეს დეტექცია, აღმოჩენა ამ პრობლემისა, რომ რაღაცა დროულად წარიმართოს კურნალობა, ამიტომ რაღაცა უკეთესი მომავლის იმედით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დროს საერთოდ ისევე როგორც რა კიდევ ერთხელ ვიმეორებ სხვა პათოლოგიების და სხვა საერთოდ ორგანოთა სისტემების და დაავადებების შემთხვევაში აქაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენჭება. ამიტომ პროგნოზული კუთხით აი ეს არის თქვენ კითხვაზე პასუხი, მოკლედ, რა ვიცი, თუ გასაგებად ავხსენე. კი, გასაგები. უბრალოდ ერთ დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას, რაღაცა მსგავსი ხა ჩემს გარშემოც ვისთანაც მაქვს შეხება, ბევრს ნუ დღევანდელი ბავშვების ასე ვთქვათ, სენივით არის უკვე რომ ყველა ნუ ძალიან დიდი პროცენტულობით სათვალეს ატარებენ ეს ბავშვები, ეს თაობა ვინც არის ახალი. აი, არ ვიცი რამდენად მითია თუ რეალობა, აი მაგაზეც რო ვისაუბროთ, რომ თუ რაღაცა მსგავსი მაქვს გაგონილი, რომ სიელმის დროს ან როდესაც ბავშვს თქვათ თვალი შეაქვს, ან გარეთ გააქვს, სათვალეში თუ ასწორებს რაღაცა ეს კაი ამბავია და აი მაგაზეც რო ვისაუბროთ, რომ აუცილებლად კი ეს ძალიან კარგია რომ გაიხსენეთ და ამაზე გავამახვილოთ ყურადღება, იმიტომ რომ ხშირი კითხვაა ესეც მშობლების. ეხლა რაც შეეხება სათვალის ტარება და გაჯეტებთან და ტექნოლოგიას, რა თქმა უნდა ძალიან დიდი ბმაშია და ნუ ძირითადად ეს სათვალის ტარება აი ამით გამოწვეული ასე ვთქვათ პრობლემა მაინც ძირითადად არის შეძენილი ახლომხედველობა უმრავლეს შემთხვევაში. თუმცა აი განსაკუთრებით პანდემიის დროს იყო რაღაც საოცრად დიდი რაოდენობა ესეთი, რომ აი სიელმეების განვითარებაც ახლო მანძილზე ხანგრძლივი დატვირთვამ შესაძლოა პიტკიმიცის შიგნითა სიელმის განვითარებას ან გარეთა სიელმის, აი როდესაც არის პერიოდული ხასიათის და საკმაოდ კარგად კომპენსირებული, ანუ ლატენტური ფაზის უფრო ხშირად გადასვლა აი ამ აშკარა მასში ფაზაში, ხო? იმიტომ რომ აქაც იგივე გადაღლილობისგან აი მკუნთების და ასე შემდეგ ხდება ეს მოტორული ფუზიის მექანიზმის მოშლა, მორღვევა, ასე ვთქვათ და ეს იწვევს ზუსტად ამ სიელმის განვითარებას, ხო? ამ კურნალობას ზედაც რომ მოკლედ ვთქვათ, ხო? ყველა ტიპის სიელმეს ახვევა არ სჭირდება. არ ჭირდება ყველა ტიპის, აქაც ინდივიდუალურად მხედველობა როგორია, სიელმის ტიპი როგორია, ამასთან დაკავშირებით, ანუ როგორ არის ბინოკულარული ფუნქცია და ასე შემდეგ. ამის მიხედვით ხდება გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ თუ კი ზარმაცი თვალით ანახლავს, ერთმნიშვნელოვნად ახვევა აუცილებელია. თავარი მკურნალობის პრინციპი არის რა? უნდა განისაზღვროს ჭირდება თუ არა ბავშვს სათვალე, ხო? სათვალის გამოწერისას ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გაითვალისწინოს შიგნითაა სიელმე თუ გარეთაა სიელმე. იმიტომ რომ სხვადასხვანაირად იწერება ერთი და იგივე ნომრის პირობებში.
აბსოლუტურად განსხვავებულად თან ერთმანეთისგან. შესაბამისად, პირველი რასაც აკეთებ, შესაბამისად წერს სათვალეს, რომელსაც მინდა გითხრათ, რომ ასევე მიუხედავად იმისა, რომ ვიცით მაგალითად, არის მოწოდება ესეთი, რომ შიგნითა სიელმის დროს უნდა მიეცეს მაქსიმალური პლუს სათვალე, რაც ბავშვს აქვს, ხო? მაგრამ პრაქტიკა აჩვენებს რას, რომ უნდა გაითვალისწინო ბავშვის ასაკი, ამის პარალელურად როგორია მისი მხედველობის, როგორია მისი ფსიქოტიპი თვითონ, იმიტომ რომ თუ კი აქვს ძალიან მაღალი პლუსი, არის ბავშვები მოდიან +8, +9, +10 შეიძლება ნახო პირველი ვეჯერზე. ერთბაშად ამ ხელა სათვალის მიცემა, შეიძლება აფასებ, ამიტომ ვიძახი რაღაცა კომპლექსურად ამას ყველაფერს გამოიწვიოს ისეთი აგრესია ბავშვის, ასე ვთქვათ, სათვალის მიმართ, როგორც აქსესუარის, რომ მე თვეები და ზოგჯერ წლები დაჭირდეს იმისთვის, რომ გადაავიწყდეს ეს უარყოფითი ემოცია და მე ამიტომ რაღაცა ბევრი ფაქტორი უნდა იქნეს აუცილებლად, ყველანაირი ფაქტორი უნდა იქნეს გათვალისწინებული, რაღაცა შაბლონურად მარტო რაღაცის მიყოლა არ არის მაინც მედიცინა არ ძალიან კარგი ეს გაიდლაინები პაციენტისთვისაც უფრო მეტად მე მკითხავ ექიმისთვისაც მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ მედიცინა არ არის ზუსტი მეცნიერება და 2x2 ამიტომ ძალიან ბევრი დეტალი მნიშვნელოვანია რომ იქნეს გათვალისწინებული შემდეგ მოკლედ რომ მივყვეთ ესე ეტაპობრივად ხო გამოწერ სათვალეს მაქსიმუმ 2 თვეში უკვე ეს სათვალე რა გავლენას ახდენს სიელმეზე ამას გაჩვენებს ხო სათვალეს წერ მუდმივ სატარებლად აქაც არის პრობლემა კიდე ერთი მუდმივ სატარებლად უხსნი მშობელსაც იმას აიცით რა მე 2 თვეში რომ იბარებ შენ იბარებ ხო იმისთვის რომ მიხვდე რომ აი ეს პირველადი მეთოდი რომელიც თელ სოფლიოში პირველადი მეთოდია რამდენად მუშაობს მარტო, ესე კონკრეტულად მარტო ერთი აღებული ეს მეთოდი, კონკრეტულად რას ნიშნავს? თუ კი არის აკომოდაციური სიელმე, რას ნიშნავს აკომოდაციური სიელმე? რომ სათვალეს გაუკეთებ, თორე სათვალეში აბსოლუტურად სიელმე ქრება, ანუ აღარ არის სიელმე. მიუხედავად ამისა, რომ მოიხსნის სათვალეს, რომც გქონდეს სიელმე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სიელმეს დამატებით რაიმე მკურნალობა სჭირდება, ხო? ანუ თუ სათვალე თვალს ასწორებს, როგორც ფუნქციონალური კუთხით, ბინოკულარული მხედველობის კუთხით, ასევე ობიექტური კვლევის მეთოდებით დამატებითი მკურნალობა ამ ბავშვს არანაირად არ სჭირდება. ანუ ეს კარგი ნიშანია, ასე ვთქვათ, პირველი რომ სათვალეში. ასეთი ბავშვის სჭირდება მხოლოდ დაკვირვება წელიწადში ერთხელ საშუალო თუ კარგი მხედველობა აქვს, იმისთვის რომ დააკვირდე როგორ იცვლება მისი სათვალის ნომერი, იმიტომ რომ პლუსები უმრავლეს შემთხვევაში კლებისკენ აქვთ ტენდენცია ბავშვის და თვალის შესაბამისად ზრდასთან ერთად. არსებობს ნაწილობრივ აკომოდაციური სიელმე, რაც ნიშნავს რას, რომ სათვალე აუმჯობესებს სიელმის მდგომარებას, მაგრამ მაინც რჩება ნარჩენი კუთხე, ხო? ახლა აქაც მიდგომა არის ორმხრივი. ერთი არის, რომ თუ კი კუთხე არის დიდი, ანუ დაახლოებით რომ ესე ვთქვათ 7-8 და უფრო მაღალი გრადუსი, ასეთ შემთხვევაში უმჯობესია, რომ ესეთი ბავშვი გადამისამართდეს უკვე ქირურგთან და ჩატარდეს ქირურგიული მკურნალობა. თუ კი კუთხე არის დაბალი, ქირურგიული მკურნალობა არ არის ნაჩვენები და არც კეთდება უმრავლეს შემთხვევაში და ამის პარალელურად თუ კი მაინც არის ისეთი კუთხე, რომ ხელს უშლის ამ ბინოკულარული ფუნქციების აღდგენას, რჩება ერთადერთი საშუალება. ეს არის ეგრეთ წოდებული მხედველობითი თერაპია, ანუ ორთოპტიული ვარჯიშები, რომელიც როგორ გითხრათ, რადგანაც უფრო მეტად ასოცირებული იყო პოსტსაბჭოთა სივრცესთან და უფრო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, როგორც ყველაფერი რაღაცა ძალიან დაივიწყეს და აბსოლუტურად ერთბაშად უარყვეს. ანუ მე მომხრე ვარ იმისა, რომ რასაც პრაქტიკა აჩვენებს ახლა ის რაღაც ფანტაზიის სფერო არ არის ეს, რომ არსებობს სიელმის ისეთი ფორმები, რომელსაც ვერაფერს ვერ უკვე. ანუ ოპერაცია ვერ კეთებ, იმიტომ რომ ძალიან პატარა კუთხეა. შეიძლება ბავშვს ჰქონდეს ასთენოპიური ჩივილები, ამის გამო ამ პატარა რას ნიშნავს ეს, რომ აი წერა კითხვის დროს თავბრუ ეხოვა, თავი ტკივა, იმიტომ რომ ხელს უშლის, ხო? ეს რაღაცა ეს შერწყმის უნარი რო არ აქვს. შეიძლება ვიზუალურადაც ეს პატარა კუთხე მშობელს რა თქმა უნდა აღიზიანებს და რაც მთავარია ხელს უშლის ამ ბინოკულარული ფუნქციების აღდგენა. საქირურგიო კუთხე არ არის, იმიტომ რომ შეიძლება მიიღო ჰიპერეფექტი, ხო? ასეთ შემთხვევაში რა შვები აკეთებ ამ ორთოპტიულ მკურნალობას, რომელიც აბსოლუტურად უარყოფილი იყო ზოგადად დასავლეთის ქვეყნების მიერ და ის ზუსტად ეხა ერთი კვირის წინ მქონდა ესეთი შემთხვევა, რომ საკმაოდ ისეთი რთული პაციენტია იყო, უსაყვარლესი გოგონა, რომელიც მათ ჩაიტარა, თუ არ ვცდები, მესამე ეტაპი ბერლინში ერთ-ერთ უცნობილეს ქირურგთან.
და ამის მიუხედავად რაღაცა პოსტოპერაციულად ორ კვირაში ისევ დაიწყო დიპლომია გაურება. და იცით რა ხა მე მოვიდნენ ჩემთან რომ იმიტომ ამ ბავშვს მე დიდი ხანია ვაკურტები ესე ვთქვათ და დაუწერე რა თქმა უნდა დასკვნა ყველაფერი და მივთხარი ქირურგთან ახალი გაკეთებული ესო ოპერაცია 2-3 კვირის გაკეთებული. მაინც მეთქი გაიარეთ კონსულტაცია რომ რა ტიპის რა კუთხით წავიდეთ მე ვთქვარი იმიტომ რომ ახალნა ოპერაციებს ქირურგის გარეშე არ მიდოდა რომ ჩავრევით. მოვიდა იქიდან პასუხი ორთოპტიკა პირდაპირ ეწერა და დავიწყეთ არაჩვეულებრივი შედეგი უკვე ჯერ არც დავუმთავრები. ანუ ყველაფერი ესეთი ახალი, ესეთი კარგად დავიწყებული ძველი, ყველაფერი თუ არა ნაწილი მაინც. ამიტომ აქ ოღონდ აი კეთილსინდისიერებაზეც არის ალბათ დამოკიდებული ადამიანის, რომ თუნდაც ამ მეთოდით როცა ხედავ რომ შენ ვერ იღებ სტაბილურ შედეგს. უნდა გაჩერდე მნიშვნელოვნად ხა ამაზე ნებისმიერ მეთოდზე აქვს საუბარი, იმიტომ რომ თუ ნებისმიერი საშუალება რაიმე ეფექტის მომცემია, მაშინ გაჩვენებს ეს ყველაფერი, თუნდაც რაღაცა რამოდენიმე მოკლე პერიოდში და არ არის აუცილებელი რომ წლებით ერთი და იგივე ტკეპნო, ანუ მიიღებ შედეგს, ეს შედეგი უნდა იყოს შენარჩუნებადი ასევე. თორე სხვა შემთხვევაში გამოდის რომ ერთი და იგივე ადგილზე მიდის ეს. და ესეა, სხვა შემთხვევაში როგორც გითხარით, დროული ქირურგია იმისთვის, კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ არა მარტო კოსმეტიკა შეიძლება ნებისმიერ შემთხვევაში მიიღო კარგი დადებითი კოსმეტიკური შედეგი, არამედ აი ნებისმიერ ასაკში გაკეთდეს კოსმეტიკა. ამ მეთოდთან დაკავშირებითაც ცოტა სიღრმისეულად რო გითხრათ, რაზეა საუბარი? ეხლა რაც ახსენეთ. ეს ვარჯიშები, ეს როგორ გითხრათ, ეს არის თვალის ვარჯიშები, ოღონდ რაღაცა სპეციალური. ბინოკლარი, ანუ მანდაც იცით როგორ არის, ანუ ხო ყველაფერს უნდა იცოდე რა გაქვს მოლოდინი, ანუ რა გინდა რომ გააკეთო, ხო? ანუ მარტივად ცოტა ისე გასაგებად რო ვთქვათ, ეს არის კიდევ ერთხელ ხას უსმე მცირე კუთხეების შემთხვევაში, როდესაც სხვა ალტერნატიული საშუალება არ გაგვაჩნია, არსებობს რა თქმა უნდა კიდე სხვა მეთოდებიც არის პრიზმული კორექცია და შემდეგ, რომელიც ჯერ არის მიუღებელი კონკრეტულად რომელიმე პაციენტისთვის. ასევე როგორც გითხარით, აი, როდესაც სუბიექტური ჩივილ, შეიძლება ვიზუალურადაც არაფერი ეტყობოდეს ბავშვს, მაგრამ სუბიექტურად ჩივის უჭირს წერა კითხვა, გეუბნება რომ მშობელიც რო აი 10 წუთი და ბავშვს თავის ტკივილი ეწყება წერა კითხვის დროს და შემდეგ. ესეთი რო არ ჩაუღრმავდე ამ სამედიცინო რაღაცებს, მარტივად რო თქვათ, გარდა იმისა, რომ ცდილობ რომ აი ამ ვერჯიშის საშუალებით თვითონ კუთხე ოდნავ შეამცინო, რაც მთავარია უფრო მეტად ცდილობ რომ გააფართოვო აი ეს მოტორული შერწყმის და იმისი არეალი, ასე ვთქვათ და რაც მიგურის პაციენტს სუბიექტურ კომფორტს ამ შემთხვევაში და რაც მთავარია დაასწავლო, პირდაპირ მნიშვნელობით სწავლობ ენას, სწავლობ რაღაცას, დაასწავლო twins ორი თვალით ერთად ხედვა. კი ბატონო. ეგ ძალიან ის არის, ხო, ანუ ესე აქაც აი დიდ კუთხეებზე ამაზე ნამდვილად არ ღირს ამის გაკეთება, იმიტომ რომ რეალურად არაფრის მომტანი არ არის, იქაც გამონაკლისები რა თქმა უნდა არსებობს, მაგალითად, რა თქმა უნდა, ეხა დიდ კუთხეებზე ერთადერთი რა დროსაც შეიძლება ეს რა ან პრიზმით ადაპტაციის, როდესაც არის ძალიან ცვალებადი, არსებობს ეგეთი ფენომენი, ხო, ძალიან ცვალებადია კუთხე. აი მოდის ერთ დღეს არის დაუშვათ 10 გრადუსი, მოდის ორ კვირაში შეიძლება იყოს 15 გრადუსი. ხო? ასეთ შემთხვევაში ქირურგისთვის ცოტა ან როდესაც არის რომ ობიექტური და სუბიექტური აღქმა არ ემთხვევა ერთმანეთს, ხო? ასეთ შემთხვევაში ქირურგისთვის რთულია ხო გადაწყვეტილების მიღება. ამიტომაც დაუშვათ ან უნდა გაკეთდეს ეს ვარჯიშების კურსი, როგორც გითხარით, იმისთვის რომ თუნდაც ეს სუბიექტური და ობიექტური რაღაცა მონაცემები დაახლოვდეს ერთმანეთთან, ან კეთდება პრიზმით ადაპტაციის ტესტი. რას ნიშნავს ეს? ძალიან მარტივად რო ვთქვათ, დღეს აქვს კონკრეტულად 20 პრიზმა, მაგრამ პრიზმა არის გრადუსებში, რომ გადავყოთ დაახლოებით 10 გრადუსი გადახრის კუთხე. ექიმი გაუკეთებს ამ პრიზმულ კორექციას, იბარებს ორ კვირაში, ესე ხდება, რო გადაამოწმოს. გადაამოწმებს, თუ კუთხე არის სტაბილურად იგივე, თავისუფლად შეუძლია, რომ იგივე აი ამ კუთხეზე გაკეთდეს დაუშვათ ქირურგიული ოპერაცია. თუ შეხედა, რომ არის ცოტა მაინც მომატებული, ხა იმ მომატებულს გაუკეთებს, ისე ორ კვირაში დაიბარებს. ვთქვით, მანამ სანამ ეს არ და. ეხლა
ხო, ყველაფრის სტატისტიკა კეთდება ახლა განვითარებულ ქვეყნებში. დაახლოებით 12%-ით მაღალია, საკმაოდ მაღალია ზოგადად სიელმის ქირურგიის, ასე ვთქვათ, მაჩვენებელი, საკმაოდ მაღალია პროცენტული მაჩვენებელი, ასე ვთქვათ, წარმატებული ქირურგიის პროცენტულ მაჩვენებელს, მაგრამ აი ამ ესეთი მეთოდით გაკეთებულს, როდესაც სრულად იცი შენ რა კუთხეზე აკეთებ ამას ყველაფერს, დაახლოებით 12%-ით კიდევ უფრო მაღალია, ხო, რაც რა თქმა უნდა მინიმუმამდე დაყავს განმეორებითი ქირურგიის ჩატარების აუცილებლობა. აი აქედან მეორე მომენტი, აი ეს არ მინდა კიდე რომ გამოგვჩეს, ნახეთ, აყურეთ, ეხა 2-3 წლის ბავშვებზე ვისაუბრე და რაღაცა, აი ბოლო პერიოდში მაგალითად, აი როგორც გითხარით გაჯეტებთან მიმართებაში, ხო? საკმაოდ ხშირი იყო, სადღაც 6-7-8 წლის ასაკის ბავშვებში, რომ თითქოს ერთი შეხედვით არანაირი მიზეზი არ არის ამისა, რის თქმა მინდა რომ ნახულობ, რომ აბსოლუტურად ნორმალურია რეფრაქცია, ანუ ჩაწოთებულზე მაგალითად +1, +1 ნახევარი, აბსოლუტურად ნორმად შეიძლება რომ ჩაითვალოს. აი ნახულობ, რომ ეს საკმაოდ ესე იგი გამოხატული სიელმეა, ხო? რომელსაც ამასაკში უკვე თან ახლავს აი ეს შემაწუხებელი გაორება, წარმოიდგინეთ, ამიტომ ეს ბავშვი ხან ერთ თვალი აქვს დახუჭული, აქ ეს ურჩევნია რომ ერთი თვალით იყუროს, ვიდრე ეს გაორებული იმდენად შემაწუხებელია, ხო? აქაც ამ შემთხვევაში მით უმეტეს და სხვა შემთხვევებში ბავშვებშიდაც თუ კი თვალის ფსკერზე რაღაცა საეჭვო სურათს ხედავ, მაგრამ აი ამ შემთხვევაში აუცილებლად საჭიროა რომ მოხდეს ნევროლოგის მიერაც ამ ბავშვის გასინჯვა, ხო? როგორც კი ნევროლოგს ახსენებ დისკომფორტი, ხო? მაგ არა, ნუ აი გაურება რომ რახან აქ, ანუ ყველა ვარიანტში მიგითითებს იმას, რომ ახალი დაწყებულია, ხო, ეს პროცესი ეს არ იყო რა ლატენტური, არ პერიოდული ხასიათის ან რაღაცა. არა აქვს მიზეზი ერთი შეხედვით თვალის კუთხით, თვალის მხრიდან იქიდან გამომდინარე, რომ არა აქვს სათვალის მოთხოვნილება. როგორც კი ახსენებ ნევროპათოლოგს, რა თქმა უნდა მშობელი წუხს, ხო? მივხვდი, ეხლა ჩავწვდი რა თქვით, ხო, ანუ არ არის მიზეზი თითქოს იქიდან რომ განვითარებული იყო. ამისი ალბათობა არის სტატისტიკურად მხოლოდ 10%. 90%-ში საერთოდ ვერ ხდება იმის იდენტიფიცირება თუ რა იყო ამის გამომწვევი. ანუ შეიძლება იდიოპათიური ნიშნავს რომ ვერ იგებ რა გამოიწვია, მაგრამ 10 კი არა, თუნდაც 1%-იც რო არსებობდეს იმის ალბათობა, რომ ეს შეიძლება იყოს რაღაცა მძიმე ნევროლოგიური დარღვევით გამოწვეული, ამიტომ აუცილებელია, რომ ესეთი ბავშვი და მშობლებს მინდა უთხრა, რომ სულ ვეუბნები ხოლმე რა თქმა უნდა, მაგრამ ეხაც ვინც გვისმენს და ამ შემდეგ, რომ ეს არის ძალიან იშვიათად, მაგრამ ეს არის გამოსარიცხი აუცილებლად, როცა ამასაკის ბავშვს ეწყება ესე სიელმე. ხშირ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გაჯეტები ამ კუთხით საერთოდ ეს როგორ არის, იცით? ეხლა ამას წინათ რაღაც კვლევას ვკითხულობდი და ისე რა ქვია, წიგნს აკითხებდნენ იგივე დოზით, რაღაც გარკვეულ ჯგუფს ბავშვებს და იგივე დოზით გაჯეტებთან იყო. ანუ ეფექტი კონკრეტულად მიოპიის, ანუ ახლომხედობის განვითარების აბსოლუტურად იდენტური იყო. საერთოდ არ იყო განსხვავება. აქ არის ახლო მანძილზე დატვირთვაზეა საუბარი ხვდებით. მაგრამ აი გამოსხივებაც ხომ გამოსხივება დამატებით სხვა პრობლემებს იწვევს, რამაც შეიძლება თვალის ფსკერზეც გამოიწვიოს, ყველაზე მარტივი რაც შეიძლება გამოიწვიოს ეს არის სიმშრალე. მაგრამ თუმცა შეიძლება გამოიწვიოს პათოლოგიური პროცესები ბროლშიც, თვალის ფსკერზეც კი არის ამაზედაც უკვე მონაცემები და ასე შემდეგ, მაგრამ აი კონკრეტულად ახლომხედველობის განვითარების კუთხით რეალურად პრობლემა არის ახლომანძილზე ხანგრძლივი დატვირთვა, ხო? იმიტომ არის რომ ეს არის ძირითადად ქალაქის ბავშვების პრობლემა. ნაკლებად რაიონებში, სოფლებში, იმიტომ რომ გარდაც უწევთ იქ სიარულს. ხო, ნუ იქ უფრო ეზოს დატვირთვა. ესეთი არის კარგი. მე მინდა და მეკითხა სიელმესთან დაკავშირებით კიდევ და მე ცოტა სხვაგან გადავედით და დამავიწყდა. მოკლედ, ბავშვებთან დაკავშირებით ისევ რომ დავაკონკრეტოთ, ზარმაცი თვალი იქნება თუ სიელმე იქნება, თუ ერთობლივად იქნება, ყველა შემთხვევაში, ნუ 1 წლამდე ბავშვების შემთხვევაშიც ვთქვით, რომ ის რაღაცა ფიზიოლოგიური იშვიათად თუ არის, ფიზიოლოგიური 8 მაქსიმუმ, ისიც პერიოდული ხასიათის, პერიოდულად თუ მუდმივად არის, თუ დაბადებიდან აუცილებლად ოფთალმოლოგთან კონსულტაცია უნდა მოხდეს და დადგენა დიაგნოზის და მიზეზის. აი ვთქვათ, ну სიელმეს ყველა შემთხვევაში გარედან ვამჩნევთ, ხო? ანუ შესამჩნევი არის. ამბლიოპიას ვერ. ხო. ზარმაცთვალს ვერა.
სამწუხაროდ. თუ ერთობლივად არის, ნუ სიელმესთან კავშირში, რა თქმა უნდა, იმასთან კავშირში თუ არის კი, მაგრამ აი რატო არის ეს სკრინინგი კიდე აუცილებელი. ამბლიოპია არა თუ როდესაც სამხრივია. არსებობს ეგეთი ანიზომეტროპია ქვია ამ მდგომარეობს, როცა ერთი თვალით ბავშვი ხედავს 100%-ს და პრობლემა არის მხოლოდ მეორე თვალში, ხო? ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა, ამ ბავშვს არანაირი ქცევითი ნორმები მისი არის აბსოლუტურად ნორმალური, იმიტომ რომ ერთი თვალით ხედავს კარგად და ნუ ეხლა როდესაც რო წამოიზრდება და რო შეადარებს და ახუჭავს ხან ერთხელ მეორე თვალს და მიხვდება რომ მეერე მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, მოდიან ბავშვები და მშობლები ამაზე, ნუ აი როგორ წუხან ვერ წარმოიდგენთ, რომ აქვთ ორივე თვალში ეს ზარმაცი თვალი, ეს არის უფრო ხშირად მაღალი სათვალის მოთხოვნილებით გამოწვეული და მათი ქცევითი ნორმებიც არის აბსოლუტურად ნორმალური, ხო? ეხლა რითი აიხსნება ეს ყველაფერი, რომ ხედავს, ხო, მშობელი ყოველთვის ხედავს, თავი შვილი რამდენს ხედავს, იმიტომ რომ იქ აწერია ტაბულაზე ეს მონაცემები, ხო, ყველაფერი და ანუ აღმოჩნდება, რომ ხედავს 10-20%-ს და ნუ გაგიჟებული ადამიანი წარმოიდგენ მშობელი რომ როგორ ვერ შევამჩნია აი დანაშაულებს თავს. ეხლა და სულ ვუხსნე ხოლმე რომ იცით რომ ჩვენთვის მე და თქვენთვის ვინც დაუშვათ გვაქვს აბსოლუტურად ნორმალური მხედველობა უცებ რო 10% დავინახავთ ჩვენთვის ეს იქნება ძალიან ახმადიც და შეიძლება სიარულში და ქცევით მანერებშიც დაგვეტყოს ეს ყველაფერი. ეს ბავშვი ამაზე უკეთ არც არასდროს არ დაუნახავს ხვდებით ეს შესაძლებლად ესე პრიმიტიულად რო თქვა არც არაფერთან აქვს ხვდებით ანუ ასე დაიბადა ასე ცხოვრობს და ასე ადაპტირებულია ამ ხედველობასთან ამიტომ არის ზუსტად ეს რომ შეიძლება არაფერი არ ეტყობოდეს ბავშვს რა სიელმე ეტყობა რა თქმა უნდა მაგრამ ამბლიოპიის ფორმები არსებობს რომლის დროსაც არაფერი არ ეტყობა ბავშვს ვიზუალურად არც ქცევით არც არაფრით მაგრამ შეიძლება პრობლემა იყოს ანუ ხედველობაზე ხედველობის პროცენტულობას ურტყავს პირდაპირ ეს სიელმე და ზარმაცი თვალი? ზარმაცი თვალი კონკრეტულად ეგ არის. ზარმაცი თვალი არის, როდესაც მხედველობა არის დაქვეითებული თვალში, მაგრამ თვალი ამის პარალელურად არის აბსოლუტურად ჯანმრთელი, მაგრამ ვერანაირი სათვალე ვერ უზრუნველყოფს ხედველობის მატებას. იმ ერთჯერად იმ მომენტში ხვდებით? აი მაგალითად აი ხა უფრო მარტივად ახსახსნელი რო იყოს. მაგალითად მოვიდა ბავშვი ხედავს, ნუ მოდით მარტივად თქვა 10%-ს, ხო? აღმოაჩინე რომ ჭირდება რაღაც სათვალე, ჩასვიეს შუშა და დაინახა 100%. მიუხედავად იმისა, რომ ის ბავშვი 10%-ს ხედავს სათვალის გარშე, იმ ბავშვს ზარმაცი თვალი არ აქვს. იმას ამბლიოპიის დიაგნოზი არ ესმის, ხვდებით? ანუ იმიტომ რომ ზარმაცი თვალი ზუსტად მაგას ნიშნავს, რომ ვერც სათვალეში ვერ ხედავს. ხვდებით? რაშია საქმე, ამიტომ ეს ციფრები იმიტომ რომ უფრო მარტივად. შეიძლება ესე გარედან ცოტა რთულია, მაგრამ შიგნით ხან კი აქვთ მშობლებსაც თქვა ჩემ შვილებს და ჩემ შვილს ზარმაცი თვალი უნდა ხედავ რომ 100%-ს ხედავს სათვალის. ზარმაცი არ არის ის თვალი, რომელიც თუნდაც სათვალეში ხედავს ნორმას. რასაც უნდა ხედავდეს. ზარმაცი არის ის თვალი, რომელიც ვერანაირი სათვალით ვერ ხედავს იმას, რამდენსაც იმასაკის ბავშვი უნდა ხედავდეს. ასაკები, ეს ძალიან ისეთი განმასხვავებელი მომენტია კი. კარგით, რა ვიცი, მგონი საინტერესო იყო ჩვენი საუბარი. ერთხელ კიდევ ხაზგასმით აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ნუ დროული დიაგნოსტიკა ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ბავშვებში, იმიტომ რომ ნუ ყველა მშობელს უნდა რომ თავის შვილი კარგად იყოს და ჯანმრთელად იყოს და ამიტომ ყველას ვეტყვით აქედან მაგას რომ ნუ როგორც კი რაღაც მინიმალურ შეამჩნევენ არ დაველოდოთ რაღაცა თქვა 1 წლის გახდეს ბავშვი და მე იმიტომ რომ არის ხოლმე ხშირად რომ იციან რომ გაიზრდება ხო ესეთი რჩევები არის ხოლმე ხშირად ამიტომ დროულ დიაგნოსტიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სულ რომ არაფერი არ იყოს ნუ მაგას მაინც გავიგებთ გვეტყვის ოფთალმოლოგი რომ თქვა შეამოწმებს სრულყოფილად არ არის არაფერი ამ ეტაპისთვის არ მაქვს მე ინფორმაცია რეალურად სამშობიაროებში ხდება თუ არა ამის შემოწმება ამიტომ კიდევ ერთხელ ვიძახი რომ რაღაცა უკეთესი მომავლის იმედით ვართ მაგრამ აი ეს საინფორმაციო კამპანია ზუსტად აი ახლა რასაც თქვენ ხელს უწყობთ ხო ძალიან მნიშვნელოვანია ამისთვის რომ თვითონ მშობელიც იყოს ინფორმირებული მის ასე ვთქვათ რა ეკუთვნის ხო მის შვილს და ნუ მინიმუმ ის მაინც იცოდეს რომ თუ ვთქვათ მას სამშობიაროში არ მიუღია კონსულტაცია ვთქვათ რომ გაეწერება
იქნება, მაშინ მაინც მივიდეს ოფთალმოლოგთან კონსულტაციაზე და გადაამოწმოს. ხო, ნუ ამ ეტაპისთვის მე რაც მაქვს ინფორმაცია, ოჯახის ექიმები ასე არ აკეთებენ. არ ვიცი, თავს ვერ დავდებ ყველაზე, იმიტომ რომ ვიცი, რომ სამშობიაროების ნაწილიც აკეთებს უკვე საბედნიეროდ, რამდენად სისტემური ხასიათი აქვს, ეხლა ფიზიკურად ამის, ეხლა მე პირადად ამას ვერ გავიგებ და ამიტომაც ცოტა სისტემურად უნდა მოხდეს ამ პრობლემის თუ კი კიდევ არსებობს ეს პრობლემა მოგვარება, იმიტომ რომ ეხლა მე სადაც მქონია დაუშვათ რამოდენიმე სამშობიაროსთან შეხება ასე პირადი სხვა რაღაცა იმის გამო ვიცი რომ რაღაცა კეთდება, მაგრამ აი რამდენად სისტემურია ეს ყველაფერი. კი, ეხლაც გქონდა ჩვენ ეხლა გამახსენდა უცებ გაგუას კლინიკის შემთხვევა სამშობიაროში, სადაც ეხლა ზუსტად ჩვენი მონაწილეობით აღიჭურვა ოფთალმოლოგიის კაბინეტი და იქ ნამდვილად ვიცი რომ არის და ნუ ძალიან კარგია თუ ყველა კლინიკას აქვს ამის შესაძლებლობა, იმიტომ რომ აი ეს თანდაყოლილი რაც არის განსაკუთრებით როგორც თქვენ გითხარით ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაზე მნიშვნელოვანი კიდევ ერთხელ ვიძახი ხა ის რომ დაუშვათ კონკრეტულად ოფთალმოლოგი თუ იქნება ასეთი ფუფუნება თუ იქნება სამშობიაროს მაგას რა ჯობია მაგაზე არ არის საუბარი, მაგრამ თვითონ ეს ტესტიც რაზედაც ვისაუბრეთ, რასაც აკეთდება, იმდენად პრიმიტიული ტესტია კიდევ ერთხელ, რომ ამაზე ოფთალმოლოგიის კონკრეტულად ცოდნა არ სჭირდება, ნამდვილად უბრალოდ აქ ნებაა საჭირო, რომ თუნდაც ყველასთან ეს ინფორმაცია მივიდეს, ხო, რომ ეს ყველაფერი როგორც საბედნიეროდ ესე მასიურად დაინერგა, იგივე სმენის იქნება თუ მენჯბორწაყის სახსრის სკრინინგი, რა ძალიან კარგი ერთმნიშვნელოვნად, რომ ასეთი მასიური ხასიათი ჰქონდეს მხედველობის სკრინინგსაც, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხა გამომდინარე იქიდან, რომ მე ამ სფეროში ესე ხა ყველა კლინიკაში ნამდვილად არ მისულა ამის შესამოწმება და არ ვიცი, მაგრამ რამდენად მასიური ხასიათი აქვს, სასურველია კი არა დაუცილებელია რომ ესე უნდა იყოს. კი, შევაჯამოთ მოდი სიელმესთან და ზარმას თვალთან დაკავშირებით, ასევე ორი სიტყვით, რომ გამოსავალი ძირითადად ну თუ ანუ დიდი გადახრა არის ქირურგიული ჩარევა ყველა შემთხვევაში, რაც უფრო მალე მოხდება სიელმის შემთხვევაში უკეთესია, თუ მცირე გადახრა ძირითადად თვალის ახოვები, თუმცა ესეც ექიმმა უნდა განსაზღვროს როგორც წეღანთქვით, როგორი არის, ხო, როგორი და ზარმაცი თვალის შემთხვევაშიც პრინციპში ვარჯიშები არის ამ შემთხვევაში პირველი მკურნალი, რა თქმა უნდა, არის სათვალე ასეთის არსებობის შემთხვევაში, შემდეგ ეს არის ახოვა ჯერჯერობით დარჩენილი უფრო სტანდარტად კიდევ ერთხელ ვიძახი, იმიტომ რომ არსებობს ახლა რაღაცა ახალი თეორიები, აზრები, რომ ახლა ისეთი ეფექტური არ არის, თუმცა ეს ჯერჯერობით მაინც არ არის. დღეවත් მეციცინა არის მტკიცებით, საფუძვლებს დაყრდნობილი ხომ მართალი, ან არის მტკიცება ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ესეთი სანდო და საიმედო არ დევს, ამიტომ მე ეს არის ჯერჯერობით დარჩენილი ოქროს სტანდარტად. იმ შემთხვევაში ახლა რაც შეეხება ვარჯიშებს მაგასთან მიმართებაში, პირადად მე რასაც ვაკვირდები და ასეც ვაკეთებ ხოლმე, ასაკს გააჩნია, თუ კი პატარა ასაკის არის, აი ეს ორის თავისუფლად ყოფნის, ასე ვთქვათ, დამატებით არანაირი ვარჯიში აღარ სჭირდება ხოლმე ასებას, თუ აკეთებს ახოვას, თუ იკეთებს სათვალეს, ასე ვთქვათ, მაგრამ ზოგჯერ არის რომ ამ ახოვებთან და არც თუ იშვიათად არის ძალიან დიდი პრობლემა. ძალიან ყველასთან ძალიან დიდი პრობლემა სამწუხაროდ, ხო. ნუ აქაც რასაც დავაკვირდი, სხვათა შორის საბავშვო ბაღებში უფრო უჯერებენ პედაგოგებს. აბსოლუტურად მშობლებს, რომ გაატანო მართლა იგივე გულსმელად. უფრო მეტად, ხო, უფრო მეტად უჯერებენ და იქ უფრო იკეთებენ ამახევს. და დამატებით ეს ვარჯიშები და ესეთი რაღაცები, მაინც უფრო დამატებითია, თუმცა ძალიან ეფექტური, თუ კი სწორად კეთდება ოღონდ. აქ ამას უნდა გავუსვათ აუცილებლად ხაზი. იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ძირითადი საშუალებები არ გაძლევს სასურველ შედეგს, ხო? და გინდა უკეთესის მიღება, იმიტომ რომ ხედავ, რომ ანატომიურად თვალს ამის საშუალება აქვს, ასაკი ამის საშუალებას გაძლევს. აი ესეთ შემთხვევაში უკვე შემომყავს მე პირადად უკვე მკურნალობის სქემაში მხოლოდ ვარჯიშები. დასაწყისში ყოველთვის ვიწყებ სტანდარტული მეთოდებით. სათვალე და ვარჯიშები. სათვალე და თვალის ახოვით. დიახ. მადლობა. აი, ეს პირიქით ძალიან დიდი მადლობა თქვენ, რომ ბევრს ჩემ საუკეთესო კოლეგას შორის ჩემთან გადაწყვეტეთ ამ თემაზე საუბარი. მადლობა პირიქით.